მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო, ეთერშია საფეხბურთო სიგნალი, აქვს ეტევ სიგნალი საცდელი მაუწყებლობით და დღეს ჩვენ ისევე როგორც წინა ორ ლაივზე და ისევე როგორც წინა 8 საცდელ გადაცემაში განვიხილავთ მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის მუნდიალს. მსოფლიო ჩემპიონატი იმ ეტაპზეა უკვე რომ სადაც ერთი გოლი მე ბევრ რამეს წყვეტს, ერთ შეცდომამ კი შეიძლება მთელი ტურნირი გაგასრულებინოს გუშინ კი ფეხბურთმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ საჯის სასტენამდე არასდროს მთავრდება და ყურადღების მოდუნება 90 წუთის განმავლობაში არ შეიძლება. არგენტინამ თითქოს გადაწყვიტა რომ მისმა გულშემატკივარმა ნერვები არ უნდა დაიმშვიდოს ამ მუნდიალის განმავლობაში. ჯერ ორი ბურთით ჩამორჩა ეგვიპტეს, ბოლოს კი ისეთი კამბექი შემოგტავაზა რომ მის გულშემატკივრებს და არა მარტო მის გულშემატკივრებს დიდი ხანი ემახსოვრებათ, საბოლოოდ კი 3-2 იმარჯვა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ბრძოლას აგრძელებს ჩემპიონობისათვის. რაც შეეხება შვეიცარია კოლუმბიას იქ გოლები ვერ ვნახეთ, მაგრამ აქაც ვნახეთ დრამატული მატჩი 120 წუთის შემდეგ ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც უფრო მყარი ნერვები შვეიცარელებს აღმოაჩნდათ და მათ მეოთხედ ფინალს უწიეს მსგავსად არგენტინელებისა. დღეს სწორედ ამ ორ გამორჩეულ შეხვედრას გავარჩევთ, ვისაუბრებთ დრამაზე, გადამწყვეტ ეპიზოდებზე და იმაზეც თუ რატომ არის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთის ყველაზე დიდი სპექტაკლი. მისი წამყვანები კი მე სანდრო თორდია, საფეხბურთო მიმოხილველი და სპორტული ჟურნალისტი ნიკა შოშიტაშვილი ვართ. ნიკა, ელოდი რომ შვეიცარელებს უფრო მყარი ნერვები აღმოაჩნდებოდა ვიდრე კოლუმბიელებს. ლოგიკურია, ყველანაირი გარე ფაქტორის გათვალისწინებით, ყველანაირი თუნდაც იგივე საფეხბურთო ისტორიიდან გამომდინარე იფიქრებ მაინც ადამიანი რომ შვეიცარიელები უფრო დაალაგებული ქვეყანა, შვეიცარია ჯერ პირველ რიგში დაალაგებული ქვეყანა და თან ამასთან ერთად უფრო დაალაგებული საფეხბურთო იდენტობა გააჩნია ვიდრე ფეთქებად ლათინურ ამერიკულ კოლუმბიას. საკმაოდ კარგი მატჩი გამოდგა, ნორმალური საფეხბურთო დონე ვნახეთ, გათვალისწინებით იმისა თუ რა შეხვედრები ვნახეთ აქამდე ჩვენ. ერთ-ერთი მარტივად საყურებელი თამაში იყო ყოველ შემთხვევაში წინა მატჩიდან გამომდინარე ეგვიპტისა და არგენტინის შეხვედრას გულისხმობ. პირადად მე წლები თუ არა, დღეები ან რამდენიმე საათი სიცოცხლის შეიძლება დამაკვდა ამ კონკრეტული მატჩის ყურებისას. არ დავმალავდა მეორე გოლის შემდეგ, როდესაც ეგვიპტელებმა თავისი უპირატესობა 2-მდე გაზარდეს, მე დავიჯერე უკვე რომ ლიონელ მესი ემშვიდობებოდა მუნდიალს, ემშვიდობებოდა თან ძალიან ცუდი სცენარით ემშვიდობებოდა პირველ რიგში, იმიტომ რომ თვითონ საკუთარი პენალტი ვერ გამოიყენა, თავის შანსი ვერ გამოიყენა და ისე ვთქვათ რომ მესი ანტირეკორდსმენი არის, ყველა რეკორდთან ერთად ანტირეკორდსმენიც არის სოფლიო ჩემპიონატის. ყველაზე მეტი 4 გაფუჭებული 11 მეტრიანი ნიშნული აქვს ლეოს, აი დაახლოებით 20 წელიწადზე მეტია გრძელდება მესის კარიერა და ლეომ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა და ჯერ კიდევ ვერ იპოვა გასაღები იდეალური პენალტის. აწევღაც ისწავლის. კი, მას შეეძლო რომ 39 გოლით მეტი ქონოდა კარიერაში ვიდრე ეხლა აქვს, თუმცა 39 ჯერ 11 მეტრიანი ნიშნულიდან მან თავისი შანსი გააფუჭა და შეგვიძლია ვთქვათ რომ ლიონელ მესის ერთ უარყოფით მხარეს თუ ეძებთ სათამაშო ასპექტში. ალბათ მაინც ეს არის პენალტის ზარტყმა იგივენაირად როგორც ლებრონ ჯეიმსისთვის არის მაგალითად საჯარიმო ტყორცნები. ამაში შეგვიძლია კალათბურთისა და ფეხბურთის მეფეები ერთმანეთს შევადაროთ. თუმცა იმის შემდეგ რაც მოხდა ამ მატჩში კონკრეტულად ეგვიპტელთა მეორე გოლის შემდეგ ეს არის უკვე ის რაც ფეხბურთის გულშემატკივარს არასდროს დაავიწყდება. ეს გასაგებია რომ მესის აქვს 39 პენალტი გაფუჭებული, თუმცა ეს პენალტებიც იმიტომ აქვს გაფუჭებული, რომ მესია და არ ტყმევინებდნენ თორე. სხვა ფეხბურთელი რომ ყოფილიყო მის ადგილზე, ამდენ პენალტს არ დაატყმევინებდნენ და კიდევ არ ანდობდნენ, რა თქმა უნდა, რამდენიმე გაფუჭებული პენალტის შემდეგ. აი შენ რაც აღნიშნე 2-0-ზე მეც უკვე ძალიან ცუდი შეგრძნება დამეუფლა იმისა, რომ ფეხბურთის ესეთი ლეგენდა და ჩემთვის სუბიექტურად მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
ხო, ნუ სუბიექტურად შეიძლება რომ ხო შეიძლება რომ ეს ძალიან მიყვარს ახლა მე ანუ ძალიან სუბიექტურიც არ ვარ მე იმიტომ რომ ეს გულშემატკივარი არ ყოფილვარ მე არც ნაკრებში არც გუნდში როგორც ასეთი არ ვარ არც არგენტინის გულშემატკივარი არც ბარსელონას გულშემატკივარი მით უმეტეს მილანისთვის მესის რა გოლებიც აქვს გატანილი კარგად წარმოგიდგენია ალბათ რა მდგომარეობაშიც ვიქნებოდი თუმცა ჩემი აზრით საუკეთესო ფეხბურთელი არის ყველა დროის და რომ წარმოვიდგინე რომ ეს ტრაგიკულად ასრულებდა მესის საფეხბურთო კარიერას ძალიან არ მინდოდა თუმცაღა ეგვიპტემ დაიმსახურა შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან ღირსეულად ითამაშეს იქ იყო საჯის შეცდომა თუ რა დაღვარქვათ ამას ეგვიპტის მატჩი როდესაც რა ქვია უნდა გაეჩერებინათ მატჩი რასისტული ვითომ და შეძახილის გამო ეგ მომენტი არ გინახავს ხოსანმა X-იანიშნა სიმართლე გითხრა არ მახსოვს ისეთ ემოციებში ვიყავი შეიძლება უბრალოდ გავმეპარა მე ხო უცებ დაფიქრდი რომ ეგვიპტის მეორე გოლზე ამბობდი რომელიც არ ჩაითვალა მაგ თამაში უყურე მადრიდის ბევრი აკრიტიკებს გულშემატკივართან ხო მაგრამ ეგ ხლა ის მომენტი მან რანაირად უნდა დანიშნო ჯარიმა არ მესმის უყურე მაგ მაჩ მადრიდის რეალის გულშემატკივართან და ვერ დავაჯერე რომ ეს არის ჯარიმა რა არ გავაკეთე რომელი საფეხბურთო წესი არ აუხსენი თუმცა ვერ დავაჯერე რომ ეს სწორედ მაგიტო ამბობ რომ ეგვიპტელებს საჭზე ბევრ საუბრობენ მაგ ორი მომენტის ხსენება მინდოდა როდესაც და მაშინ გაჩერება ზემოუწოდეს რომელიც ახლა ვახსენეთ რომ მეორე გოლი რის გამოც არ ჩაითვალა რეალურად მუჰამედ სალაჰის გენიალური ტრიველა პასი გასაგებია ძალიან კარგი გოლი იყო კარგი კონტრშეტევა იყო ძალიან თუმცა მე ვფიქრობ რომ საფეხბურთო წესების მიხედვით თუ თამაშობთ ეს არის ჩვეულებრივი ჯარიმა რომელიც თუ არ ვსწრები ლისანდრო მარტინესზე დაფიქსირდა შეტევაში თან ლისანდრო მარტინეს დაკარგული ჰქონდა თავისი პოზიცია ცენტრალურ დაცვაში რანაირად აღმოჩნდა იქ ფლანგზე მაგას ალბათ ვერ გავიგებთ ვერასდროს სანამ თვითონ ლისანდრო არ იტყვის თუმცა მან არის მეორე ფაქტორი რასაც რეალურად აპროტესტებენ ეგვიპტელები იქ რო ჯარიმა არის მაგაზე ვერ ვდაობთ მაგაზე ვერ ვიდავთ თუმცა ეგვიპტის მხარე აპროტესტებს იმას რომ გოლი გავიდა ჯარიმის შემდეგ რამდენიმე წუთის შემდეგ და მანდაც არის ძალიან მარტივი წესი ეს შეტევა რომელიც ეგვიპტელებმა შეიძლება გაწელოს 2 წუთი 3 წუთი თუნდაც 10 წუთი გაეწელოთ ეს შეტევა თან ისიც ვთქვათ რომ საკმაოდ მალევე გაიტანეს იმ ჯარიმიდან ეგვიპტელებმა გოლი ძალიან სწრაფ კონჩეტებაზე წამოვიდნენ აფრიკელები და წამოვიდნენ შეტევაში გაიტანეს გოლი და შეტევა დაიწყო იმ მომენტის შემდეგ როდესაც ბურთი არგენტინელებს წაართვეს წესების დარღვევით მორჩა მან ჯარიმა მაგაზე არ ვდაობთ აქ შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოს ლუქსემბურგის ეპიზოდი ხო? როდესაც ლუქსემბურგელებმა წამოიღეს შეტევა და საქართველოს დაუდეს იმ შემთხვევაში ჯარიმა რომელიც შემდეგ სამწუხაროდ ხარიხას მოხდა თუმცა მანამდე პენალტზე იყო დავა და პენალტი გაუქმეს წითელი ბარათი და ჯარიმა დადეს აქეთ პენალტი გაუქმეს და წითელი ბარათი მიიღო პენალტი არ ჯერც როდრიგესმა გაიტანა ხო როდრიგესის გოლი გაუქმდა გოლი გაუქმდა ხო პენალტი არა უარესი გოლი გაუქმდა ის პენალტი კიდე საკითხავია გაიტანენ თუ არა გოლი გაუქმდა იქით აქეთ წითელი ბარათი და ჯარიმა დაგვაბრუნეს ევროპის ჩემპიონატზე იმენა როგორც არგენტინა შეიძლება ითქვას დააბრუნეს სოფლიო ჩემპიონობის თვის ბრძოლაში მაგასაც ვერ ვიტყვით ალბათ იმიტომ რომ ეგვიპტემ თავისი მეორე გოლი მაინც გაიტანა შემდეგში ამიტომაც ამაზე დავას მე მგონი დიდად აზრიც არც აქვს უფრო სადავო მომენტი არის ალბათ უკვე ენსო ფერნანდესის გოლზე როდესაც ლაუტარომ როდესაც ბურთი ჩაუწოდა ენსოს მაშინ შეტევა არგენტინელთა წამოვიდა მას შემდეგ რაც ეგვიპტელები აპელირებდნენ პენალტის ეპიზოდზე მაგ ეპიზოდსაც რაც შეეხება ეს უკვე არ არის ეგეთი ერთფეროვანი ეპიზოდი როგორც ამ შემთხვევაში ლისანდრო მარტინესზე ფოლია მაგრამ ჩემი აზრით სუბიექტურად რა თქმა უნდა ვფიქრობ რომ არ არის ეს საკმარისი კონტაქტი იმისთვის რომ პენალტი დაიდოს და საერთოდ ჯარიმა დაინიშნოს იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატზე მაინც უნდა ვთქვათ რომ საჯები აძლევენ უფლებას ფეხბურთელებს უფრო მეტად ხისტები იყვნენ ვიდრე საკლუბო ფეხბურთში ეს უნდა გავითვალისწინოთ და თანაც არ არის ჩემი აზრით ეს საკმარისი კონტაქტი იმისთვის რომ დაინიშნოს საჯარიმო დარტყმა ან პენალტის საპენალო ნიშნულიდან დარტყმა
თქვათ ისიც რომ ბევრი კითხვის ნიშანი იყო საჯის მიმართ. აი რა თქმა უნდა ამას ჩვენ ვერ დავუმალოთ. იგივენაირად არგენტინელებსაც ჰქონდათ ძალიან ბევრი შეკითხვა თამაშის თავარი არბიტრის მიმართ. თუმცა ფაქტია რომ შედეგი დაფიქსირდა, შედეგზე ვერ ვიტყვით რომ არის უსამართლო. ეგვიპტეს ტაში და ქება, მეტი არაფერი არ შეგვიძლია ამ ნაკრებზე ვთქვათ. მუჰამედ სალახმა სამწუხაროდ დატოვა მსოფლიო ჩემპიონატი და უკანასკნელი მოხიკანი ძველი დიდი ფეხბურთისგან, რომელიც ჩვენ გვახსოვს, რეალურად დარჩა ლიონელ მესი. ამ მსოფლიოზე დანარჩენი ყველა გამოვარდა, მათ შორის კრისტიანო რონალდო, მათ შორის ლუკა მოდრიჩი, ნეიმარ და სილვა სანტოს ჯუნიორი, მუჰამედ სალახის გავარდა ამასობაში და ყავს ჩვენ ლიონელ მესი, რომელსაც უყურებთ, რომელთაც უტყდებით, რომელიც აკეთებს გენიალურ ასისტს კრისტიანო რონალდოზე. ასისტი როგორც იქნა გააკეთა პირველი გადაცემიდან უყურებ ასისტს როდის გააკეთებს ლიონელ მესი. გააკეთა და მოდი ვიტყვი, ლიონელ მესი გახდა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ასისტენტი, მან გადაასწრო მის თანამემამულე დიეგო მარადონას. კი, მიუხედავად იმისა, რომ მარადონას ბევრად უფრო ნაკლები მატჩი დასჭირდა იმისთვის, რომ 8 ასისტისთვის მიაღწია ლიონელ მესი, უკვე მე რამდენი თამაშობს ცოტა ხანში 30-ს მიუკაკუნებს, თუ უკვე არ მიუკაკუნა სამწუხაროდ არ მახსოვს სიმართლე გითხრა. მე მგონი უკვე მიუკაკუნა 30 თამაში. კი ბატონო და მესი არის ფენომენი, მესი არის ის ვინც აჩვენებს ადამიანებს რომ არ არსებობს ასაკი, ხოლო რიცხვებია სპორტში კონკრეტული ადამიანებისთვის და საკმაოდ კარგ მწერალს არმაზახვრედიანს აქვს ნათქვამი მესიზე და მარადონაზე, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფრაზა იმედია მსოფლიო პოპულარობასაც მოიპოვებს ეს ფრაზა. დიეგო მარადონა არის ის ვინც ვართ და ლიონელ მესი არის ის ვინც გვინდა რომ ვიყოთ. ამიტომაც აი ამ შეფასებით ჩემი აზრით მესისა და მარადონას დავა თუ შეგვიძლია დავარქვათ თუ შედარებას ვცემთ მარტივ პასუხს. ლიონელ მესი არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული და გუშინდელის მერე ყველაზე მეტი ასისტიც აქვს გაკეთებული. ცოტა ბანკიერ მხარეებსაც ხო არ ესმევა ხაზი მაგ გამოთქმით დიეგო მარადონასი. ეს არ არის მარტო ფეხბურთი. ცხოვრებისეული ბანკიერი მხარეებიც კარგად დავინახე მე ამ ფრაზაში, რომელიც კი ადრე მეც ჰქონდა გამოკითხული. და მოდი უშუალოდ მას შევეხოთ 2-0-ს იგებდა ეგვიპტე და მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი გარდატეხა შეიტანა ამ მატჩში ლაუტარო მარტინესის გამოსვლამ. ძალიან კარგად შემოვიდა ინტერის ფორვარდი, ძალიან კარგი ტანდემი შექმნა მესისთან. მესიმაც ალბათ როდესაც გააცნობიერა რომ აი ასე ამთავრებდა მუნდიალებზე ასპარეზობას, ცოტა სიბრძნესაც მოუმატა მანამდე დადიოდა და როგორც შევია პოზიციებს აკვირდებოდა. მით უმეტეს წარმომიდგენია რონალდოს გულშემატკივრები რადაც დაწერდნენ მესის ასეთი პერფორმანსის შემდეგ რო გამოთიშული. იცი რა არის მესის თამაში დავუბრუნეთ ამ შემთხვევაში არა მისი სოფლიო დიდების ასპექტში რო ვისაუბროთ მესიზე და კონკრეტულად გულჩინდელ მატჩზე ვისაუბროთ ლიონელ მესის გულჩინდელ თამაში კონდა საერთოდ სხვა ფუნქცია მოედანზე 2-0-ის შემდეგ ვიდრე წინა მატჩებთან შედარებით. იგივე წინა მუნდიალთან შედარებით და საერთოდ 2019 წლის შემდეგ მოყოლებული მესის თამაში ვისაც გვახსოვს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში ლიონელ მესი დაგვიბრუნდა ფლანგზე. ჩვენ შევხედეთ მესის არა როგორც კლასიკურ ვინგერად, რა თქმა უნდა, ლიონელ მესი 39 წელსაღში ვინგერად ვერ ითამაშებს. გასაგებია, თუმცა უფრო inside forward-ის პრინციპით მოქმედებდა ლეო და ნახეთ მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფეხბურთო სკილი ჩაწოდებები. და იგივე კუტი რომეროს გოლი, რომელთაც არგენტინამ პირველი გოლი გაიტანა გუშინდელ მატჩში, კლასიკური ლიონელ მესის ჩაწოდება იყო ეს ფლანგიდან და მეორე გოლი, რომელიც უკვე თავად ლეომ გაიტანა, ისიც ჩაწოდების შემდეგ წამოვიდა. ლაუტარო მარტინესმა ითამაშა კარგად ბურთზე და შემდეგ გონსალო მონტიელმა მოახერხა იქ ბურთის დამორჩილება და მესისთვის დაგორება. მესიმ უბრალოდ იქ უკვე მოასწრო დასარტყმელ არეალში აღმოჩნდა, თუმცა შეტევა დაიწყო ლიონელ მესის აი ამ ჩაწოდებით, რომელიც ასევე თავის საყვარელი მარჯვენა ფლანგიდან შესრულდა და ეს ჩემთვის ერთგვარი ეს მომენტიც იყო, ცოტა ბავშვობას გამახსენდა ლეო მესი რო ფლანგზე დავინახე, ძალიან გამიხარდა და არ ვიცი, გუშინდელ მატჩში იგივე ლაუტაროზე რო ვისაუბროთ, ლაუტაროზე
რისკმა თქმაც შეიძლება არის ის რომ კი შვენიერი მატჩი ჩაატარა შეიძლება X ფაქტორის აღმოჩნდა შეიძლება კი არა X ფაქტორი აღმოჩნდა X ფაქტორი აღმოჩნდა რეალურად და მან შეიტანა გარდატეხა მატჩი თავის კარგი თამაშით თუმცა ისიც უნდა ვთქვათ რომ ეს არ არის ის ფეხბურთი ჩვენ რასაც ლაუტაროსგან ველოდებით არა დონის მხრივ და არა ხარისხის მხრივ რაც როგორც თამაშობს არამედ სტილისტურად ჩვენ ლაუტაროსგან და არა მარტო ჩვენ დარწმუნებული ლიონელ სკალონისაც ლაუტაროსგან უნდა თავისი კვლელი ხარის ინსტინქტი რომ მოქმედოს სოფლიო ჩემპიონატზე რა თქმა უნდა ყველანაირად კარგი იქნება თუ ლაუტარო თავის გუნდს მოუტანს სარგებელს თუმცა ველოდებით მისგან ასევე გოლიადორულ შედეგებსაც კაბო-ვერდესთან ფაქტია რომ არგენტინის ნაკრებმა ჭკუა ბოლომდე ვერ ისწავლა, იმედია ეგვიპტის ნაკრები გახდება ის კატალიზატორი, რომელიც ამ გუნდს ასწავლის თუ როგორ უნდა ითამაშოს მუნდიალზე. არის კი ჭკუის სწავლება, მთავარი, მე ვფიქრობ, რომ არგენტინას შეიძლება საკადრო პრობლემებიც ჰქონდეს, იმიტომ რომ ამ გუნდს ფაქტია არ ყავს ვინგერი, ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელი. ლუჩო გონსალესი ყველაზე ახლოს არის ალბათ მაგამპულასთან. კიევალმა და არ არის კლასიკური ვინგერი. ახლა მინდოდა მე თქვა კარგი, ამ სოფლიო ჩემპიონატზე არ ყავს მაღალი დონის ვინგერი, თქვათ არგენტინას. როდის ყავდა არგენტინას ესეთი მაღალი დონის უკანა ბლოკში მოთამაშე ვინგერი? მე მახსენდება ბოლოს ჰაინცე, რომელიც ცენტრალური მცველი იყო და შემდეგ ფლანგზე გადაიწია. ჰაინცეს ვინგერს მაინც ვერ დავარქმევთ. ვინგერს მაინც ვერ დავარქმევთ, რა თქმა უნდა. შენ ფულბექს ხო არ გულისხმობ? ფულბექს დია, ვინგზე მოთამაშე ფულბექს უკანა ბლოკში. ხავიერ ძანეტი. ხალბათ ბოლო იყო ხავიერ ძანეტი. წინა მუნდიალზე აკუნია. შვენიერი. არა, ეს აკუნია სტოპ ფეხბურთელებში ვერ გავიყო. აი ხავიერ ძანეტის კალიბრის. ხავიერ ძანეტის კალიბრის ფეხბურთელები ბევრი არის ისედაც. არა. ნიკოლა ტალიაფიკოც მსგავსი სტილის ფეხბურთელი არის რეალურად. ხო, ანუ ისეთი როგორც არგენტინას ეკადრება, ნიკოლა ტალიაფიკოზე გაცილებით უკეთესი მემატება მე არგენტინას. სანაკრებო დონეზე მაინც ეგრე ვერ ვიტყვით, სანდრო რთულია 11 უმაღლესი კლასის ფეხბურთელის შეკრება, მით უმეტეს კონკრეტული სტილისტიკის და ხავიერ ძანეტის ჰქონდა თავისი ბრწყინვალე კარიერა არგენტინის ნაკრებში, გვახსოვს ინგლისის წინააღმდეგ გოლი და ალბათ მასზე უფრო კარგი ფულბეკია არც ყოლია არგენტინას. მახსოვს მერკადო ყავდა 2018 წელს არგენტინას საფრანგეთს გაუტანა რა ძალიან სასაცილო გოლი არის და ინზაგიმ როგორც გაუტანა ლივერპულს ფინალში დაახლოებით ეგეთი გოლი იყო და კიდევ საინტერესო თუმცა ინზაგის ეგეთი გოლები ბევრია კატალონიაში ინზაგი ეგეთი გოლები ლეგენდა გახდა გაბრიელ მერკადო კიდე იყო მსგავს ტიპის ფეხბურთელი ხო ვფიქრობ რომ შემდეგი მატჩისთვის არგენტინას შვეიცარიისთვის სადაც გამოკვეთილად პირველ ნომრად ვერ ითამაშებს და კარგი შვეიცარიასთან თქვენ ითამაშა და გავიდა ხო არ ფიქრობ რომ შეიძლება მოუწიოს სკალონის გადაწყობა თავისი ტაქტიკის და თუნდაც 3-5-2 თამაში ლაუტარო მარტინესი წინ და გამოიყვანოს ჩოლოს შვილი ჩოლო ნახეთ გუშინ ჩოლიტოს ხო ჩოლიტო უკვე შვილი არის თავარი ჩოლო იჯდა თავის მეუღლესთან ერთად და საკმაოდ ემოციურად აღნიშნავდა ხოლმე იმ გოლებს, იმ 3 გოლს, რომელიც არგენტინამ გაიტანა. ჩემი აზრით არგენტინას, როდესაც უწევს პირველ ნომრად თამაში არის აი ასეთი, როგორიც არის ეგვიპტესთან, ჩვენ არ გვინახავს სამსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ნომრად მოთამაშე არგენტინა. იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ შვეიცარიასთან მატჩი მაინც მეორე ნომრად სკალონის გუნდი არ ითამაშებს. რა, შვეიცარიასთან ვერ ითამაშებს. თუმცა ფაქტია, რომ ამ გუნდში რაღაცა შესაძლებელი არის. ამაზე ჩვენ არ ვდაობთ არა თუ სასტარტო 11-ზე, არამედ თამაშის სტილში არის რაღაც შესაძლებელი, იმიტომ რომ ლიონელ მესი არის და თავის გასაკეთებელს ის მოედანზე როგორც ჩანს 39 წლის ასაკში ფაქტია აკეთებს. გავიგეთ. თუმცა ლიონელ მესი 39 წლის ასაკში არ არის ფეხბურთელი, რომელიც ამოკეტვაც შეუძლებელია და ეს გვაჩვენა ეგვიპტემ პირველ ტაიმში, როდესაც მესი არ გაახარეს. პირველ ტაიმში კი არა 75 წუთამდე ფეხბურთელად მესი მოედანზე არ იყო. ნე, ამიტომაც რაღაცა უნდა შეიცვალოს ამ გუნდში. გასაგებია რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კამბექი შემოგთავაზეს ალბათ სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში და ისიც უნდა ვთქვათ რომ ასეთი მატჩები აყალიბებს საჩემპიონო მენტალიტეტს, რომელიც არგენტინელებს უკვე არ აკლიათ. კოპა, სოფლიო ჩემპიონატი, ისევ კოპა ამ გუნდს აქვს გამარჯვების მენტალიტეტი და ასეთი მატჩები უფრო და უფრო აძლიერებს მას, თუმცა მარტო გამარჯვებულის მენტალიტეტით და ლიონელ მესით შემადგენლობაში სოფლიო ჩემპიონატის მოგება ძალიან რთული არის.
ამიტომაც რაღაც უნდა შეიცვალოს, მე ვერ შევალოს კალონის კომპეტენციაში, თუმცა მე შევედი 2 წუთის წინ და გამოვედი უკაცრავად. შეისეივნე და გამოისე. თუმცა რაღაც ახალი უნდა ვნახოთ მარტო ლიონელ მესიზე აწყობილი ეს გუნდი ვერ ითამაშებს და ეს იმითაც გიცდა რომ იგივე ეგვიპტესთან ბოლო გოლი ლიონელ მესის ჩარევის გარეშე გაიტანა არგენტინამ, ამიტომაც აქვს ამ გუნდს საკმარის პოტენციალი იმისა რომ არ ითამაშოს მაინც ერთ ფეხბურთელზე აწყობილ ფეხბურთში, ვიმედოვნებ რომ ლიონელ მესი თავის საუკეთესო უნარებს გამოაჩენს დანარჩენ არგენტინელებთან ერთად. ეს არის აქ უმთავრესი. ის რაც შეეხება შვეიცარიასთან, ჩვენ გვახსოვს შვეიცარიისა და არგენტინის დაპირისპირებები, მაგრამ ხო არ გადავიდეთ თან მეოთხედ ფინალებზე. რა პრობლემაა? ეთერი ჩვენია. ჩვენ გვახსოვს შვეიცარიისა და არგენტინის დაპირისპირებები, უბრალოდ დაპირისპირება, უფრო მე ერთი მახსოვს მარტო მსოფლიო ჩემპიონატის მერვე ფინალში, ბოდიში მეოთხედ ფინალში თუ მერვე ფინალში, ნეტა რომ მერვე ფინალში 2014 წელს, როდესაც ცნობილმა ფეხბურთის კომენტატორმა სანდრო ცნობილაძემ, რომელიც ცნობილი არის თავისი დინჯი თამაშის საყვანის სტილით და ყველა მაგით ვიცნობთ, მას პირველ რიგში 118 წუთზე დი მარიას გატანილ გოლზე ალბათ საკომენტატორო ჯიხური დაანგრია ჩვენს ნახეთ ისეთი სანდრო ცნობილაძე, რომელიც აქამდე არც მაგამდე და არც მაგის მერე არ გვინახავს და ეს პირადად ჩემთვის მაშინ ეს იყო ძალიან უცნაური მომენტი. ახლა მაშინ არ ვიცოდი რომ სანდრო ცნობილაძე იყო თუ დატობაციკას თუ რომელი კომენტატორი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეცნობოდა ამ კომენტატორის სტილი და ვიცოდი რომ იყო ძალიან დინჯი და არგენტინის გოლზე ისეთი ამბები დაატრიალა, მაშინ ჯერ კიდე კარგად მახსოვს. დი მარიას გოლზეც მახსოვს მე. ხო, დი მარიას გოლზე მახსოვს მე. ხო, იგივე დი მარია გოლზე, სხვა დი მარიას გოლზე. დი მარიას სხვა გოლზე მე რო შეაგდო სყვირელით რომ და შვეიცარიასთან გოლი არის. შვეიცარიასთან გოლი არის. ეგ არის შვეიცარიასთან გოლი. მე თუ კი მომივარდა თავიდან. შენ გახსოვს ერთი ინტერნეტ წყაროებს გახსოვს 7 ახლა უნდა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი იქნება. მსოფლიო ჩემპიონატზე არის 2 და ერთი არ უნდა გახსოვდეს. წააგო არგენტინა 1966 არა მოიგო, მაგრამ არ უნდა გახსოვდეს 1966 წელს გაიმართა 19 ივლისს კი ბატონო არგენტინა შვეიცარია 2-0 და შვეიცარია საერთოდ მოგება არ აქვს არგენტინასთან. მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლის არ გაუტანია. ხო, არ გაუტანია გოლი და სულ აქვს 1 2 3 გოლი აქვს, 3 გოლი აქვს გატანილი არგენტინისთვის, აქედან ორჯერ 1-1 ფრე ითამაშეს. და წაგება საერთოდ არ აქვს არგენტინა შვეიცარიას. ასე ვთქვათ, ნელა გადავალთ შვეიცარია კოლუმბიის მატჩზე, მაგრამ შვეიცარია არგენტინის პრევიუთ შეგვიძლია ვიხმაროთ ის სტატისტიკა, რომ საკმაოდ უხერხული მეტოქი არის არგენტინა შვეიცარიისთვის, რომლებსაც როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, კოლუმბიელებზე მყარი ნერვები აღმოაჩნდათ და ეს არც გვიყვირს გამომდინარე. შვეიცარია ძალიან მძლავრი მეტოქი არის და თან მათაც დაუგროვდათ რეალურად თავისი სათქმელი მსოფლიოს ევროპის ჩემპიონატებზე, იმიტომ რომ უკვე მიჯრით მე რამდენი დიდი ტურნირია მიდიან სანაკრებო ფორუმებზე ძლავრი, ძლიერი, სტაბილური გუნდის სახით, თუმცა მე არ მახსოვს შვეიცარია ნახევარფინალში. მე არ მახსოვს შვეიცარია ფინალში. არა და აქვთ მათ ამის რესურსი, რომ დიდი სანაკრებო ტურნირების დასკვნით სტადიებზე გავიდნენ. გვახსოვს 2020/21 წლების ევროპის ჩემპიონატი, როდესაც შვეიცარიის ნაკრებმა ჩემი პირადი აზრით ყველაზე მძლავრი საფრანგეთის ნაკრები გამოუგდო, რომელიც პირადად მე მინახავს. ბენზემაც რო დაემატა საფრანგეთის ნაკრებს და პოლ პოგბა თავის ჯერ კიდევ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა, კილიან მბაპე, რომელმაც კარგად დაიწყო მუნდიალი, თუმცა მუნდიალი კი არ ბოდიში ევროპის ჩემპიონატი, თუმცა იან ზომერთან ვერ მოახერხა პენალტების სერიაში გადამწყვეტი პენალტის გატანა და მაშინ შვეიცარიელები გასცდნენ ფრანგებს და თუმცა შემდეგ ისევ ესპანელებთან დამარცხდნენ. შემდეგ იყო 2022 წლის მუნდიალზე მწარე გამოვარდნა პორტუგალიის ნაკრებისგან, რაფაელ ლიაომ რო გაუტანა ღიმილით გოლი სომერს. შემდეგ იყო 24 წლის ევროპის ჩემპიონატის, სადაც სამწუხაროდ არ მახსოვს შვეიცარია, სადაც გამოვარდა, მე მგონი მეოთხედ ფინალში. იტალია დაამარცხეს მერვედ ფინალში, შენ გემახსოვრება ეგ და მეოთხედ ფინალში. აი ხლა ეგ ნახე და არ ვთქვი. და ვისთან გამოვარდნენ? არ მახსოვს. მე მგონი ნიდერლანდებისგან. ნიდერლანდები იყო როგორც თუ არ მახსოვს. რატო არ მახსოვს? აი ხლა რომელზე ლაპარაკი მითხარი? 24. 2024-ის ევროპის ჩემპიონატი. ძალიან მეწმინდა რომ ვერ გავიხსენე.
იცი ხო და სანდროიზებს მანამდე იმასაც დავამატებ რომ ეს გუნდი არის ის ნაკრები რომელსაც შეუძლია არგენტინის ნაკრებისთვის მოქონდეს მსოფლიო ჩემპიონისთვის სურპრიზების შეთავაზება თუ გამოვიდეს ინგლისის ნაკრებს გამოვიდეს 28 წელს პენალტები ახლა გამახსენდა მეც პენალტები მაშინაც პენალტებში გამოვიდა მაშინაც რა მაშინ თორე ახლა მოიგეს ხო ფინალისტთან პენალტები ხო და ამ ფინალისტმა პენალტებით იტალიასთან წააგო სამაგიეროდ თუ იტალიის დამარცხება შევახსენე წინაზე წააგო ინგლისიდან მოკლედ ასეა თუ ისე შვეიცარია კოლუმბია 4-3 და მე ამ დღეს მომიწია წინა დღის გათენების შედეგებმა და ამ მატჩს უყურე ჩანაწერით დაწურებული ვიყავი რომ არავინ არ დამასპოილერებდა შვეიცარია კოლუმბიაზე რა იქნებოდა სასაუბრო არგენტინის მატჩის შემდეგ ჩანაწერს უყურე ნეტა ვინმეს დაესპოილერებინა ხო აღარ უყურე პენალტებზე გადავახვევდი თუმცა სამაგიეროდ ნახე აკანჯიმ კინაღამ როგორ დაღუპა შვეიცარიის ნაკრები და ერთხელ 115 წუთზე, როდესაც მცველების შეუთანხმებლობის გამო მგონი კვინტერო იყო, რომელიც 1-1-ზე დარჩა და აცილა, ეს იყო მომენტი, სადაც ალბათ აკანჯიმ ამოისუნთქა შვებით და მეორეჯერ კიდევ თავიდან გაიმეორა, როდესაც პენალტი ააცილა. აქ ვთქვათ, რომ 5-დან 4 პენალტი გაიტანეს შვეიცარელებმა, ხოლო კოლუმბიელებმა 2 ააცილეს და შესაბამისად ანგარიში 4-3 შვეიცარია გავიდა არგენტინაზე, არა და კოლუმბია-არგენტინა რა მძიმე მატჩი იქნებოდა, სულ შემატყევებით თავდება კოლუმბია-არგენტინის თამაშები, მრავალი ყვითელი ბარათით, მრავალი შეჩერებებით, როგორც მახსოვს. აი, მე ვფიქრობ, რომ მაგ თამაშში ამ კონკრეტული მუნდიალის ბარათების რეკორდი მოიხსნებოდა. წითელისა თუ ყვითელი ბარათების რეკორდი მანდ მოიხსნებოდა არ უყვარს ამ ორ საფეხბურთო ქვეყანას ერთმანეთი საფეხბურთო ჭრილში არ ამგონია დიდად გიждდებოდნენ ისედაც ერთმანეთზე მაგრამ ყოველ შემთხვევაში საფეხბურთო ჭრილში ვერ იტანს ეს ორი ეროვნული ნაკრები ერთმანეთს რაც გამოჩნდა კიდეც 2024 წლის კოპა ამერიკას ფინალში როდესაც არგენტინელებისა და კოლუმბიელების შეხვედრა გამოდგა ძალიან რთულად საყურებელი, მით უმეტეს ეგ თამაში იყო ზუსტად იმ დღეს გამთენიისას, როდესაც მორჩა ევროპის ჩემპიონატის ფინალი და ევროპის ჩემპიონატის ფინალი საკმაოდ კარგი გამოდგა. ლამინ იამალის ფენომენალური ასისტი ნიკო ვილიამსზე, შემდეგ ოიარსაბალის გოლი, მაქამდე პალმერის წვინოლე დარტყმა. კარგი თამაში გამოდგა მოკლედ და იმის შემდეგ თან დაიწყო დაგვიანებით, იმიტომ რომ კოლუმბიელი ფანები ცდილობდნენ მოედანზე კი არა და ტრიბუნებზე შეღწევას ისინი ვისაც ბილეთები არ ჰქონდათ და ამის გამო დაახლოებით 1 საათით თუ საათნახევარით გადაიდო ეს თამაში და თან ვიბრძოდით რეალურად კომაგები იმისთვის რომ შეგვიძლებოდა ამ თამაშის ყურება, მაშინ არ ვიყავით გადაწყობილები ბოლომდე ამერიკულ დროზე ეხლა იძულებით ხართ გადაწყობილები, თორე ისე მარტივად გადმოვეწყობთ, ერთი სული მაქვს ნორმალურ დროს როდის იქნება მატჩები რაღაცების გამოტოვება მომიწია. და მაშინ დილის 7 საათზე დაიწყო ეს თამაში თუ ზუსტად მახსოვს და ნახეთ ძალიან მძიმე შეხვედრა და არ დაგიმალავ სანდრო და მე გამიხარდა რომ შვეიცარია გასცა კოლუმბიას პირველ რიგში იმიტომ რომ როგორც ის ადამიანები ვინც ახლა ცდილობს რომ არგენტინას მოაგებინოს მსოფლიო ჩემპიონატი და ლიონელ მესის აწევინოს back to back მუნდიალი ფიქრობ რომ კოლუმბია მაინც უფრო რთული მეტოქე არის არგენტინელთათვის. არგენტინული ყველა შემთხვევაში შვეიცარიის სტატისტიკა ჩვენ ვნახეთ და კოლუმბია თვითონ საფეხბურთო მხრივად ძალიან უხერხული მეტოქე არის. არგენტინა არ არის ბრაზილიის ნაკრები, რომ მას ჰქონდეს შიში ევროპული გუნდების ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში ბრაზილიის დამოკიდებულებაზე ევროპულ ფეხბურთთან, არგენტინას ეს არ აქვს, იმიტომ რომ ძირითადად რეალურად არგენტინული ფეხბურთი ევროპიდან წამოსული მრავალი მიგრანტის შექმნილი არის, ძირითადად რა თქმა უნდა იტალიელებისა და ესპანელების, რომლებმაც ჩამოაყალიბეს განსაკუთრებული ეკოსისტემა, რომელიც ასევე სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთთანაც მძლავრი არის და ევროპულ ფეხბურთთანაც. ამიტომაც აი ამ უნივერსალურ საფეხბურთო სისტემაში მე ვფიქრობ, რომ შვეიცარიასთან უფრო დიდი შანსი აქვს ამ საფეხბურთო იდეოლოგიას, ვიდრე იგივე კოლუმბიასთან, რომელსაც შეუძლია თავიდან ბოლომდე არიოს თამაში, თავიდან ბოლომდე წაიყვანოს მატჩი თავისი სტილით, არა მაინც საფეხბურთო პრინციპებით და ვფიქრობ, რომ თუ ეს თამაში შედგებოდა
ოდიში, მაგრამ პარაგვაისა და საფრანგეთის თამაში მონაგონი იქნებოდა, იმიტომ რომ ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო რომ მაშინ ფრანგები რა თქმა უნდა არ აყვნენ პარაგვაელებს, ხოლო თუ არგენტინელები ასეთ თამაში კოლუმბიელებს არ აყვებოდნენ, ალბათ მათ სამშობლოში აღარ შეუშვებდნენ. ხო, ნუ ფაქტია ერთი არის რომ ესეთი უცნაური რაღაცა ორივე სამხრეთ ამერიკული ქვეყანა ძალიან ახლოს ერთმანეთთან, თუმცა იდეოლოგიურად აბსოლუტურად ჩორს ერთმანეთისგან. ასეა თუ ისე მეოთხედფინალები ჩამოყალიბდა საფრანგეთი, მაროკო, ესპანეთი, ბელგია, ინგლისი, ნორვეგია, შვეიცარია, არგენტინა. პირველი ორი მატჩი გაიმართება 10 ივლისს, მეორე ორი მატჩი 12 ივლისს. ორივე მატჩი მიმოიხილეთ, მაგრამ მოდი გადაცემა არ დავასრულოთ ისე რომ წარმატებები უსურვოთ ქართულ კლუბებს და მცირედით შევეხოთ მათაც დღეს ვფიქრობდი დღეს არა ნუ ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე გამომდინარე იქიდან რომ მილანის გულშემატკივარი ვარ საქართველოში რომ იყოს ისეთი გუნდი მაგალითად მე გულშემატკივრობ თბილისის დინამოს აი თბილისის დინამოს რო ყავდეს იმ დონის გუნდი რომელიც ყოველ წელს გავა ჩემპიონთა ლიგაზე მე დარწმუნებული ვარ რომ მილანის გულშემატკივარს უცხოურ ფეხბურთს შევხედავდი მხოლოდ იმის გამო რომ შემდეგ ეტაპზე გასული გუნდები მენახა და ვიქნებოდი ალბათ მთელი ქვეყანა ჩართული ყოველ შაბათკვირას ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე მე ისევ გულშემატკივრობ ქართულ ფეხბურთში ოდიშს არა არა ოდიშს არა გაბელაია გადავიდა ოდიშს გუშინ მეგრელის პატივისცემა თუმცა მეგრელი არა ვარ გაბედავა ძალიან დიდი ქართული ფეხბურთი ეროვნული ლიგის მასშტაბით რა თქმა უნდა მე ვარ თბილისის შევარდენი 1906-ის გულშემატკივარი ესეც სად არის არსებობს კიდე სამწუხაროდ აღარ მეორეჯერ დაიშალა. ნუ მაშინ მე ამერის გულშემატკივარი ვიყავი, როდესაც ამერობდა გლდანის გუნდი იყო და ძალიან კარგ ფეხბურთსაც თამაშობდა. ამერი შვენიერი გუნდი იყო, თან არის ამერი იყო სპორტის ჟურნალისტების ჩამოყალიბებული გუნდი და ამიტომაც განსაკუთრებულ სიმპათიას იმსახურებს პირადად ჩემგან. ქართული ფეხბურთი არის ძალიან შვენიერის საყურებელი იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მას არ შევხედავთ სოფლიო გლობალური ფეხბურთის პრიზმიდან. ქართველებს შეგვიძლია რომ ავიღოთ და ჩვენთვის გასართობად გქონდეს უმშვენიერესი ჩემპიონატი. გასაგები არის თავისი პრობლემები, თუმცა როდესაც ჩვენ დავინტერესდებით ამ პრობლემებით, როდესაც ჩვენ ელემენტარული რა თქმა უნდა მატჩებზე სიარულს დავიწყებთ, ყველაფერი გამოსწორებად იქნება. აი, ამ საკითხს მინდა შევეხო ზუსტად მატჩებზე დასწრება. რა თქმა უნდა, ეხლა დარწმუნებული ვარ რომ ქართული გუნდები როდესაც სახში ექნება თამაში გულშემატკივარი მრავლად მივა თუმცა შიდა ჩემპიონატზე დინამოზე როდესაც დინამო არენაზე როდესაც მივდივართ ხოლმე ნუ იქ ელიტა გასაგები არის ეს არის დინამოს ადგილობრივი ფან-კლუბი ფან-მოძრაობა ასე ვთქვათ ჩვენ ანუ ფაქტიურად 20-31 და იგივე ადამიანი ვართ ხოლმე ტრიბუნაზე ამ ფანზონისგან განცალკევებით იმ ზონაში სადაც ხედავ ხოლმე არა ფანმოძრაობა არამედ სხვა გულშემატკივრები და ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია რომელსაც ჭირდება უსლელოდ მოგორება თუმცა ალბათ ჩვენ ეს დარჩენილი ეთერი ამისთვის არ გვეყოფა, ამიტომაც უსურვოთ წარმატება თბილისის იბერიას, რომელიც ტალინურ ფლორას უპირისპირდება უკვე დაიწყო მატჩი და როგორც კი დაასრულებთ ჩვენს ყურებას, შეგიძლიათ ჩართოთ იბერიას მატჩი ან ქუთაისის ტორპედოს შეხვედრა, რომელიც აზერბაიჯანულ ზირას ხდება კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე. კი ბატონო, ბუკმეიკერების აზრით იბერია ფავორიტია, ტორპედო ქუთაისზე და ზირაზე კი რა ვთქვა, ზირა არის აქ ცალცახა ფავორიტი ბუკმეიკერების აზრით და იმედი მაქვს, რომ ისინი მწარედ შეცდებიან, ასეა თუ ისე. წარმატებები ქართულ კლუბებს იმედია წელს მაინც იქნება ის წელი, როდესაც საქართველოს იქნება წარმოდგენილი რომელიმე ევროტურნირებზე. დღეს სულ ეს იყო. დიდი მადლობა პატივცემულო მაყურებლებო, რომ ჩვენთან იყავით და გაატარეთ ჩვენთან ეს 30 წუთი შევხვდებით შემდეგ გადაცემაში უკვე მეოთხედფინალებზე საუბრით მე სანდრო თორდია და ნიკა შოშიტაშვილი მუნდიალ მშვიდობისა მომავალ შეხვედრამდე